შალვა პაპუაშვილის თავდესხმა პარტნიორ ქვეყანაზე და მორიგი ანტიეროვნული განცხადება. არალეგიტიმური პარლამენტის სპიკერი 9 აპრილზე ერაკლი კობახიძის განცხადებას სრულად იზიარებს. ის სინდისის პატიმრების დედების პროტესტის დაკნინებას და შეურაცხყოფას ცდილობს. ის ცხელს შვედეთისკენ იშვერს და ამბობს, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე ყვიროდა შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მისივე თქმით, სწორედ შვედეთის სალჩო არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გუშინ მოხდა. ის რაც მოხდა, ის უბედურება, რაც დაგვატყდა უცხოური ძალა იყო, ეს კი უკვე კახა კალაძის სიტყვებია, რომელიც ერთ-ერთში მეორებს კობახიძის ანტიეროვნულ რიტორიკას. ამიტომ პრობლემა არის არა ის, რომ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის იმდენად, რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია იყო გეგმავდა საზოგადოების დაპირისპირებას. პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებდნენ. ამ ორგანიზაციებს ხალხ კონკრეტული დონორები, საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ იქ ყვიროდა სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართული NGO-ს, რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომელსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომელსაც უნდა ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან. თუ ცხოვრ ძალას ყოველთვის აქ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ყოველთვის ქონდა თავისი ინტერესები, ჩვენ გასაკეთებელს თქვენ არ იფიქროთ, რომ აქ ევროპელი ან ამერიკელი ჩამოვა და ქართველის გასაკეთებელს ის გააკეთებს. ბევრი რაღაცები იფუთებოდა, რომ ვითომ უიმე რა კეთილ საქმეებს აკეთებს და რა კეთილი ბიძიები არიან თურმე, მაგრამ ამის უკან ის რომ აი ბოლო წლებში ძალიან კარგად გამოაშკარავდა ეს ყველაფერი, სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, საზოგადოების გახლეჩვა, დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. საიდან მოდიოდა ეს თანხები?